სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, ისე რადგან მომიწია რომ მე თვითონ რამოდენიმე წელი ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს სკოლას ვუთმობდი და მესმოდა რა, რაც თავიდან მაგალითად თუ მეგონა რომ იქ თუ პატარა რაღაცებს შეცვლიდი ადამიანები თუ სხვანაირად მოექცეოდნენ ბავშვებს რადიკალურად შეიცვლებოდა სიტუაცია, მე დავწმუნდი რომ თქვათ ის მთავარი წესები, ანუ ის პრინციპები, რომელთაც დღევანდელი სკოლა არის აგებული, არის ავტომატურად ბოროტებაა და ასეთ პირობებში შეუძლებელია რომ ბავშვი არ დაზიანდეს, ანუ ძალიან რაღაცა სხვა ფაქტორებმა უნდა იმუშაოს, ანუ სკოლა პირდაპირ გაგებით დღეს როგორც არის მოწყობილი, იდეაში ბევრად უფრო დამაზიანებელია ადამიანისთვის, ბავშვისთვის, ვიდრე როდესაც რაც მე წარმოვიდგინე, რომ აი რაც არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ ოჯახში, რაც არ უნდა არ ვიცი, არასწორად გვესწავლებინა, არ ვიცი, მათემატიკა თუ რაღაცა ფიზიკა, ვერ დავუშავებდით იმას, რასაც დაუშავებდა სკოლა, რომელიც ასწავლის ბავშვებს მორჩილებას, რაღაცა უსიტყვო რაღაც სწომას, მათ შორის უვითარებს მორალურად არასწორ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, რაღაც თავის თანატოლებთან ტყუილს აჩვევს ფაქტობრივად ის გარემო ბავშვებს აიძულებს, რომ ის ტკივილი, რომელსაც ისინი იღებენ, აი ამ რა ქვია, ხისტი გარემოთი, ანუ რაღაც დააკომპენსიროს იმით, რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ეს ყველაფერი ტყუილში გადავიდეს და თუ ეს მოსულა, მაშინ ცხოვრებასაც ესე უყურებ, ხო? რომ შენ იქ არაფერს არ წარმოადგენ, შენ იქ სიტყვის და შენი ასე თქვა თავის გამოხატვის და შენი აზრის თქმის უფლება ფიზიკურად არ აქვს, ჩუმად უნდა იჭდე, უნდა დაემორჩილო იმას, რასაც უფროსები გეუბნებიან, მიუხედავად იმისა, შენ გესმის თუ არა ამ ყველაფრის რაც აი ეს კითხვა რატომს ცენ თუ არა პასუხს და 12 წელი შენ თუ ასეთ გარემოში გაატარე და პლუს არაფერი რეალური არ ისწავლე იმ გარე სამყაროზე, რომელშიც მე უნდა გამოხვიდე და იცხოვრო, ეს არის ჩემი წარმოდგენით დანაშაული მომავალი თაობის მიმართ. უბრალოდ მე არ მინდა რომ სხვა ადამიანები ამაში ვინც ახლა მეც ხო ვიყავი როდესაც ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მეგონა რომ მაგალითად თავიდან ბავშვ სკოლებს რო ვარჩევდი, თქვა ჩემი დავდიოდი და მეგონა რომ მნიშვნელოვანი განსხვავება იქნებოდა რა სკოლებს შორის და როდესაც მე დავწმუნდი რომ ეს განსხვავება უნიშნელოა იმასთან შედარებით რა ტიპის ზიანის რისკიც არსებობს ამ სკოლაში ბავშვისთვის, მე უბრალოდ მორალური დილემა დამიდგა და შესაბამისად მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღე და რადგან უკვე რაღაცა 7 წელი გავიდა ფაქტიურად ამ დღიდან დღეს უკვე შემიძლია თქვა რომ სწორად მოვიქეცი იმაში. და როგორ მიიღეს განათლება სახლში? თვითგანათლება მიიღეს თუ სხვა ალტერნატიულ სკოლაში წაიყვანეთ? სახლში, შეულებრივად სახლში